აი ამ შეკითხვას რუსთავიდან მიუდექით ახლა პოეტურად ბატონო სოსო ელენე ბოდაველი ისტორიკოსი რუსთავიდან ითამაშებს თქვენს წინააღმდეგ ბატონებო მარკეტინგის სპეციალისტი ყავს ხო მაგითესთან მეორე ერთი გიგა და სანდრო თუ ის WhatsApp ხო მენეჯერი რაჩკოვსკი მარკეტინგის სპეციალისტი შეიძლება ჩაიჭრას ვაშაკიძე პოზიციონერი მაგითეს ბატონებო მოგმართავთ ორივეს სპეციალურად თქვენთვის შავი ყუთი ბატონ გიგა 1974 წელს იაპონელმა დიზაინერმა იუკო შიმიზუმ წაიკითხა ლუის კეროლის ალისა სარკის მიღმა. მას იმდენად მოეწონა ერთ-ერთი გმირი, რომ შექმნა დახატა ცნობილი მარკეტინგული პერსონაჟი. ამჟამად ამ ბრენდის წლიური ბრუნვა $5 მილიარდ გასცდა. თავად პერსონაჟს კი უკვე ყავს ოჯახი, მამა ჯორჯი, დედა მერი, ტყუპისალი და მიმი, ოჯახის სხვა წევრები და შინაური ცხოველებიც კი. შავ ყუთში ახლა სწორედ ეს პერსონაჟი იმყოფება, რასაკვირველია თოჯინა. ყურადღება, შეკითხვა. ბატონებო. რადევს შავ ყუთში. ბარბი არა, პერსონაჟები ჩამოვყაროთ და იქიდან გავიდე რა. რა პერსონაჟები არის იმაში, კეროლის იმაში? თოჯინა რა. სარგის მიღმა. ზაზერკალიედან გიდა პერსონაჟი. ხო, ზაზერკალიდან. კურდღელი პირველშია. იაპონური. ეგ იმაშია პირველშია ხო? რააცა ცხოველია, აბა გაიხსენეთ, რააცა მცხოვრი ცხოველია. შინაური ცხოველები ყავს თვითონ და ცხოველია, მაინც. მე რატო არ შეიძლება ყავდეს? გარფილდი ხო არა? გარფილდს აყავს თელის ამბავი. 5 მილიარდი იცით რა მხოლოდ ძალიან. არ არის ძალიან ბევრი. სოფლიო ბრენდის მასშტაბში არ არის. შეიძლება იყოს მაგრამ. იაპონური კაი, რაცა სასურველო ის არის. იაპონური ტამაგოჩი ყავს რა. Hello Kitty შეიძლება ტამაგოჩი შეიქმნა. უფრო გვიან შეიქმნა. ტამაგოჩი გია? ტამაგოჩი ის ხო არ არის კონკრეტული კაცი ხო ბევრია რა. ხო, მაგრამ თვითონ სკოლა გვიან არის და იქ მიშლენის კაცი რო არის ადრე ხო არაა მიშლენის კაცი შექმნეს. არის ეგეთი რაღაცა? მიშლენს არ მიშლენი არ შეიძლება იყოს მიშლენის კაცი, კაია. არა და მთელი მიშლენის კაცი ქვია, მაგრამ დრო ამოიწურა. ბატონო დავით სიჭინავა გაიჟღერა სტორმა ვერსიამ არჩიეთ. ვау. მიშლენი ხოჭოა? ვერ ბატონო დავით სიჭინავა თამაშობთ რა. არჩევთ თუ იღებთ. კლუბის დახმარებას ავიღებთ რა ბატონო. ავანტო ჩუკი და 20 წამი ეცეთ კლუბს. რა, ანუ რა არის? ის მიშლენის ისა? კიტის მთელი ოჯახი ყავს? დრო ამოიწურა. ბატონო დავით სიჭინავა დრო ამოიწურა. ისმენთ. მორჩა. ანა გიგუაშვილი უპასუხებს. რა დევს შავყუთში ბატონო ანა? ჩვენი აზრით შავყუთში დევს Hello Kitty-ის ცნობილი ბრენდის სათამაშო. რა დევს? ერთი წუთი. თოჯინა Hello Kitty. ძალიან ცნობილი ბრენდია, იაპონური ბრენდი არის და ჩვენი აზრით კატა არის. ანუ Hello Kitty. და თავისი შინაური ცხოველებიც ყავს. სავარაუდოდ ალბათ ყავს. გვინდა არ ყავდეს. მიღებული. ყურადღება სწორი პასუხი. არა, Hello Kitty ბაზარი რა მაგრამ შინაური ცხოველები ეყოლება რაღაცა. ოჯახიც არ მახსოვს. გაითვალისწინეთ რომ ამ პერსონაჟს ყავს საკუთარ შინაური ცხოველი, სპარსული ფისოც კი ყავს, რომელიც იყიდება. რა, კატას შინაური ცხოველი. სიმბოლურია. არ უნდა. რომ ამ კითხვას ჩაფიქრებულიც ასე იყო, რომ პრიზი უნდა ვაჩუქოთ მანდილოსას და მით უმეტეს რომ მანდილოსმა უპასუხა. გავხსნათ შავიყოთ. Yes! ამ ბრენდს ეწოდება Hello Kitty. Hello Kitty, იაპონური კომპანია Sanrio's მიერ შექმნილი გლობალური მარკეტინგის ფენომენია. ეს ბრენდი ცნობადია და წარმოდგენილია სოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. დაწყებული სათამაშოებით და იუველირული ნაწილებით დამთავრებული ფინანსური სერვისებით და მობილური ტელეფონებით. ყველაფერი Hello Kitty-ის ბრენდით იყიდება.
საჩუქრად გადაეცემა ანა გიგუაშვილს, რომელსაც ქულა მოუტანა გუნდს და გაათანაბრა კლავ ანგარიში. 3-3.